2 მილიონზე მეტი ლარი ადიგენის მერიიდან ადიგენის მერიასთან დაკავშირებულ 15 პირს, პირდაპირ თუ უკონკურენტო ელექტრონული ტენდერების საშუალებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2017-25 წლებში ადიგენის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონზე მეტი, მათგან უმეტესი 79% პირდაპირ შესყიდვების საფუძველზე თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის შვილის ბიზნეს პარტნიორმა 100,000-ზე მეტი ლარი მიიღო. ქიმაძის ბიძაშვილის მეუღლემ 260,000-ზე მეტი. ქართული ოცნების დეპუტატის ბიცოლამ სახელმწიფო შესყიდვებით 200,000-მდე ლარი მიიღო. სოფელ უდეს რწმუნებულის ბიძამ და სიდედრმა თითქმის 9 მილიონი ლარი მიიღო. თითქმის 9 მილიონი ლარი მიიღო მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ზედუბნის ყოფილი რწმუნებულის დის ოჯახმა. წახანის ყოფილი რწმუნებულის შვილმა და ძმამ ბიუჯეტიდან 200,000-მდე ლარი მიიღო. 90,000-მდე ლარი მიიღო ადიგენის საკრებულოში ოცნების დეპუტატის შვილმა. ქონების მართვის სამსახურის უფროსის ძმამ ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვით 80,000-მდე ლარი მიიღო. გუბერნატორის ყოფილი მოადგილის შვილმა სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით, მათ შორის უკონკურენტოდ და გამარტივებული წესით, 250,000-ზე მეტი ლარი მიიღო. სოფელ ვარხნის ყოფილმა რწმუნებულმა კი 50,000-ზე მეტი ლარი. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ უნაწილებს მცირე თანხასაც კი ადიგენის მერია თავის გარემოცვას. გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი თამონა უჩიცე. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ უნაწილებს მცირე თანხასაც კი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია თავის გარემოცვას. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, იმ მცირე თანხებზე, რომლებსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია უნაწილებს თავის გარემოცვას. ეს ადამიანები არიან ძირითადად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, მათი ნათესავები. რეალურად ეს არ არის უბრალო დამთხევა, ეს არის მათი პოლიტიკა. რა პოზიცია აქვს კვლევასთან დაკავშირებით ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს? ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ველოდებით. ჩვენი რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს კვლევაში მოყვანილ ყველა პირს, მასალაც შესაბამისად განახლდება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ერთგვაროვნება და მათი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ დამთხევა. როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარ და საკუთარი გარემოცვის ჯიბეში ჩაიდონ და ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. ნათქვამია კვლევაში.